ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი პანკისის ხეობაში. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურში მოქალაქი საკარმიდამო ეზოდან ამოღებულია წიფლისა და ცაცხვრის სახეობის 57 დაუფირნიშებელი მრგვალი ხე. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მიმდინარეობს გამოძიება. უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ახმეტის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი ღონისძიების შედეგად სამართალდარღვევა გამოვლინდა. კერძოდ, პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მოქალაქი საკარმიდამო ნაკვეთიდან ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით დაუფირნიშებელი მორევი. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. გამომდინარე იქედან, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, ყველა მსგავს ქმედებაზე გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მკაცრი ღონისძიება.